გარემოსდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებთან 4 სამუშაო თვე და მისი უწყების მიერ ინიცირებული 47 პუნქტიანი კანონპროექტი შეაფასა, რომელიც საკანონმდებლო ორგანომ ორშაბათს მესამე მოსმენით რიგგარეშე სხდომაზე მიიღო. მინისტრის განმარტებით უწყების ბიუჯეტი გაორმაგდა. სამინისტრომ უკვე დაიწყო ნარჩენების გადამუშავებისა და ჰაერის გაწმენდის კონცეფციებზე მუშაობაც. დღესვე ითქვა, რომ უწყებას რამდენიმე ახალი საჯარო სამსახური დაემატება. გარემოსდაცვის სამინისტროს დაემატება გადმოვა ენერგეტიკის სამინისტროსთან სატყეო სექტორი და ჩამოყალიბდება ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით, რომელსაც დაერქმევა ეროვნული სატყეო სააგენტო. გახსოვთ თქვენ, რომ იყო გარემოსდაცვის ინსპექცია. მოხდება ამ სამსახურის აღდგენა ზედამხედველობის დეპარტამენტის სახით. გარდა ამისა შეიქმნება ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, გარემოსდაცვითი განათლებისა და ინფორმირების ცენტრი. სამინისტროს დაუბრუნდება ასევე სანერგე, როგორც ერთ-ერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირი და ეს ის ახალი სტრუქტურებია, რომელიც ახალი ტიპების სახით შემოვა სამინისტროში.